დილას იღვიძებ და ფაქტიურად ძალა ღონე არ აკოფნის რომ ადგე გაიღვიძო და თქვათ დღეს შეხვდე და ფიზიკურად იყო ცოტა აქტიური. რა თქმა უნდა ეს პრობლემაა და ეს ყველაფერი მასიურად ხდება ახალგაზრდა თაობაში. ახალგაზრდა ადამიანს 16-17 წლის ადამიანს ისეთივე ცვლილებები აქვს მაგალითად ძვალსახსროვანო სისტემაში, როგორიც წინა საუკუნეებში 60-70 წლის ადამიანში. სასიცოცხლო ენერგიები, სასიცოცხლო ძალა, ჩვენი დამცავი მექანიზმები არის იმუნიტეტი, მაგრამ არსებობს კიდევ ძალები, სადაც აი სტრეს ფაქტორი ზუსტად ამ სისტემებზე პირველ რიგში აზიანებს. კაცობრიობის ისტორიიდან მოდის ძველი საუკუნეებს, რომელსაც გაუძლო მეთოდები, ინვაზიური, არაინვაზიური და თანამედროვე. ამ ორ მეთოდებს შორის ყოველთვის ჭიდილია, მაგრამ საჭიროა წონასწორობა. მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით კლინიკა ჰარმონიაში და წარმოგიდგენთ პოდკასტების ციკლს ჰარმონია გზა შემეცნებისკენ, რომელიც მიეძღვნება სამყაროს შეცნობისა და თვითშემეცნების საკითხებს და სტუმრებთან ერთად შემოგთავაზებთ თანამედროვე ხედვებს და უსაფრთხო მეთოდებს, როგორ დავადგეთ ჩვენი ფიზიკური, მენტალური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაჯანსაღების გზას. წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმრებს, ქალბატონი ნონო ქემაშვილი, ექიმი, აღდგენითი თერაპიის ექსპერტი და ბატონი გიორგი აფრიამაშვილი, ოსტეოპათი, რეფლექსოთერაპევტი და კავკასიური იოგას ექსპერტი. მოგესალმებით. მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის დღევანდელ პოდკასტში და ძალიან საჭირო თემას უნდა შევეხოთ ერთად. ეს არის რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე ადამიანი. გამოგიტყდებით და როდესაც ვემზადებოდი თქვენთან შესახვედრად, გადავხედე რამდენიმე საერთაშორისო კვლევას. და ამას პერიოდულად სულ ვაკეთებდი, მაგრამ მოგეხსენებათ, პანდემიამ იმდენად ჭარბად მოგცა ეს ინფორმაცია, რომ რაღაც პერიოდი შევწყვიტე და აი თქვენთან შესახვედრად უკვე კიდე გადავხედეთ ბოლო წლების ტენდენციებს და იქ რაღაც ბევრი საკითხები იყო, რა თქმა უნდა, რაზეც ერთად ვისაუბრებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი დაკვირვება აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის პროგრესთან არის დაკავშირებული, ის რაც მოგწონს, იგივე ტექნოლოგიური ცვლილებები, იგივე პანდემიამ მოიტანა, თქვა დისტანციური მუშაობა, როცა ჩვენ შეგვიძლია კომფორტულად სახლში ვისხდეთ და ისე ვიმუშაოთ პარალელურად, თურმე ასევე გვერდიდან გვაძლევს გარკვეულ გამოწვევებს და გარკვეულ პრობლემებს გვიქმნის. ეს ძალიან საინტერესო მიგნება იყო ჩემი. ქალბატონო ნუნუ, თქვენ როგორ ხედავთ დღევანდელ გამოწვევებს და როგორ ფიქრობთ დინამიკაში, როგორც პრაქტიკოსი ექიმი, როგორ ხედავთ იცვლება დინამიკა და ახალ გამოწვევებს გვთავაზობს ახალი დრო თუ პრინციპში გამოწვევები მაინც ყოველთვის ერთი და იგივე? ეს დღეობით მე ესე ვიტყოდი, გამოვყოფთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რასაც ქვია სტრეს ფაქტორი. სტრეს ფაქტორი ეს არის ძალიან ფართე, ასე ვთქვათ, გაგება და მცნება დღეს, რომელიც ფაქტიურად ვითარდება ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მიზეზით. მიზეზები ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, ეს ტექნოლოგიური პროგრესი, რაც დამოკიდებულს ხდის და მანკიერი ხდება ბევრ საკითხში და ეს უკვე ახალი ამბავი, ალბათ მე ახალ ამბავს არ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ყველაფერი როგორ აისახება ჯანმრთელობაზე. ასევე ქიმიური წარმოება და ქიმიური, ასე ვთქვათ, საკვები, არაჯანსაღი საკვები, რომელიც ქმნის სტრესს გარკვეულს. და სტრეს ფაქტორი ეს არ არის მარტო ფსიქოემოციური ფაქტორი. თუ ჩვენ ჯანმრთელობის კუთხით განვიხილავთ სტრეს ფაქტორს, შეუძლია ძალიან ბევრი ბიოქიმიური პრობლემების შექმნა და ასევე ორგანული დარღვევების გამოწვევა. მე ასე ვხედავ სტრეს ფაქტორს. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც კლასიკოსი ექიმები არ განიხილავენ, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ცოტა უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მეც ვაკეთებთ ვიდრე ფიზიკურ ჯანმრთელობას, არის სასიცოცხლო ენერგიები, სასიცოცხლო ძალა, ჩვენი დამცავი მექანიზმები, არის იმუნიტეტი, მაგრამ არსებობს კიდევ სასიცოცხლო ძალები, სადაც აი სტრეს ფაქტორი ზუსტად ამ სისტემებზე პირველ რიგში აზიანებს და რა სისტემებია ეს? ეს არის აღმოსავლური მედიცინით ენერგოსისტემა, რომლითაც ჩვენ საზრდოობთ, ვაზროვნებთ,
მოქმედებთ და ასე შემდეგ და ზუსტად სტრეს ფაქტორის ფონზე პირველ რიგში ხდება ასე ვთქვათ აი ამ სისტემების დისონანსში მოყვანა. და აქედან უკვე ნერვიული სისტემა, მე ენდოკრინული სისტემა და მთელი ჯაჭვია. პირველ რიგში უნდა მოხდეს დიფერენცირება ამ ყველაფრის და შემდგომ უკვე თუ როგორ შეიძლება ამის კორეგირება და დღეს ტოტალურად მე კიდევ ყველაფერი არ ჩამოგითვალეთ. ძალიან ბევრი რამ არის სტრეს ფაქტორებში გასათვალისწინებელი. ამიტომ მე ვფიქრობ, მსოფლიოშია დღეს ეს პრობლემა, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ყურადღება იმისათვის, რომ ჩვენ მომავალი შთამომავლობა პარალელურად იმასთან, რომ მადლობა ღმერთს ბუნება ისე მოწყობილი ადაპტაციური მექანიზმები არსებობს, გარდა ამისა, აი სტრეს ფაქტორებისადმი მედეგობა როგორ გავზარდოთ. მე დაახლოებით იგივეს ვიტყვი, მაგრამ ცოტა კიდე გამოვვრცობ. გამოწყობი ყოველთვის იყო ადამიანის კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ბოლო 2-3 წელი გაცილებით შეიცვალა სურათი. რა არის ეს? ეს არის დროის სიჩქარე. ცხოვრების ინტენსივობა გაიზარდა. ეს ინტენსივობა დამოკიდებულია ინფორმაციის მოცულობასთან. და ეს ინფორმაცია სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გააჩნია, რომელ ინფორმაციას მივიღებთ, ზოგჯერ მაზიანებელია, ზოგჯერ მარგებელია. და ჩვენ არ გვაქვს ჯერ ის მექანიზმები გამომუშავებული, რომ სწორად მივდეთ ამ ინფორმაციას, სწორად გადავმუშავოთ და მე სწორი რეაგირება მოვახდინოთ. ანუ ჩვენ ჯერ არ გვაქვს ჩამოყალიბებული ამ უამრავ უზარმაზარი ინფორმაციის მიმართ ადაპტაციის მექანიზმები. ეს გარდამავალი პერიოდია. მე მჯერა რომ ადრე თუ გვიან კაცობრიობა მივა შეეგუება გამოიმუშავებს იმ ადაპტაციურ მექანიზმებს, მაგრამ სანამ გარდამავალი პერიოდია, აქ ხდება იმ ქალბატონმა რომ ახსენა იმ სტრეს ფაქტორების გაძლიერება და ზემოქმედება ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოემოციურ ჯანმრთელობაზე. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო, რომ ის მოძრაობის აქტივობა, რაც წინა საუკუნეებისთვის იყო მაგალითად დამახასიათებელი ადამიანისთვის, დღეს უკვე შეცვლილია. დღეს თანამედროვე ტექნოლოგიამ ადამიანები დასვა და მოგვაკლო მოძრაობა. ანუ ფიზიკური აქტივობის ეს მაგალითი, ერთ-ერთი მაგალითი. და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობამ გამოიწვია უკვე ისეთი ცვლილებები ადამიანებში, რომ დღეს უკვე ახალგაზრდა ადამიანს 16-17 წლის ადამიანს ისეთივე ცვლილებები აქვს მაგალითად ძვალსახსროვანო სისტემაში, როგორიც წინა საუკუნეებში 60-70 წლის ადამიანში. მე აღნიშნავდი კიდევ ესეთ მომენტს, რომ ადამიანებს ესე უცბად რო იტყვიან მარცხნივ ისე გადაუხვევ, რომ კონტროლის უნარს კარგავ. ანუ ადამიანს სჭირდება ნორმალური არსებობისთვის ინტელექტუალური ვთქვათ განვითარება, სჭირდება ნებისყოფა, ნებელობა და სჭირდება ფსიქოემოციური წონასწორობა და სჭირდება ფიზიკური განვითარება. თუ ეს 4 მიმართულება ერთი მეორეს არ ცვლის, ადამიანი რჩება ერთ, ასე ვთქვათ, თამხრივ განვითარებაში. ანუ ფიზიკურ განვითარებაზე ის საზოგადოების ნაწილი, რომელიც გაჯეტებზე, ტელეფონებზეა დამოკიდებული და მეტი დრო იხარჯება ამაზე, ფიზიკურ განვითარება, როგორც გიორგი აღნიშნა, ხო, არის ჰიპოდინამია. ჰიპოდინამიას მოყვება ის მერე შემდგომი პრობლემები, რაც ძვალსახსროვან სისტემაზე აღინიშნება და რა თქმა უნდა ნერვიულ სისტემაზე. და ჩივილებით შემოდის გაცილებით უფრო ახალგაზრდა კონტინგენტი და უკვე როცა ჩვენ ვთქვათ, ხედავთ დიაგნოსტიკის თვალსაზრისით მოაქვთ გარკვეული ინფორმაცია, ნუ არის ისეთი მდგომარეობა, როგორც წეგან გიორგიმ აღნიშნა, ქრონიკულად მიმდინარე დისტროფიული ცვლილებები, ოსტეოხონდროზი ხო არის დისტროფიული ცვლილება, მაგრამ ოსტეოხონდროზის გარდა კიდევ ქვეყნის სხვა ცვლილებები მიდის, რომელიც 24-25 წლის ასაკის ახალგაზრდაშია გამოხატული და ესე არ უნდა ხდებოდეს არანაირ შემთხვევაში. აქ არის როგორც მინერალური ცვლის დარღვევები, არასწორი კვება, არასწორი დატვირთვა და საერთოდ სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის სულ დინამიკაში, როცა ორგანიზმი
ორგანიზმი მოძრაობს და მიედინება და არ არის სტატიკა. და როცა დილას იღვიძებ და ფაქტიურად ძალა ღონე არ აკოფნის რომ ადგე გაიღვიძო და თქვათ დღეს შეხვდე და ფიზიკურად იყო ცოტა აქტიური, რა თქმა უნდა ეს პრობლემაა და ეს ყველაფერი მასიურად ხდება ახალგაზრდა თაობაში, ხო? არასწორი ცხოვრების რეჟიმი. ანუ ეს გადატანილი ასე ვთქვათ ღამის აქტივობა. როცა მოგხსენებათ ვიცით ყველამ რომ ჰორმონალურ სისტემას რამდენად სჭირდება იმ დღეღამის რიტმის დაცვა და ყველა ორგანოში სისტემას აქვს თავისი ბიორიტმები, როდის რა აქტიურია და როდის რა მუშაობს. ამიტომ ენდოკრინულ სისტემას მოზარდების განსაკუთრებით სჭირდება ის ძილი ნორმალური, ის დასვენება და ნაკლებად ასე ვთქვათ დღეს კიდევ მოგეხსენებათ რამხელა პრობლემის წინაშე დგას საზოგადოება, რასაც ქვია ნარკოტიკების სინთეზური ქიმიურად შექმნილი ნარკოტიკების მოხმარება და აი ეს ერთი მეორეზე მიყოლებული და იწევს ნერვიული სისტემის ასე ვთქვათ მწყობრიდან გამოსვლას, ფობიები, სუიციდური განწყობები და ხდება ჩვენთან ძალიან ბევრი პაციენტი. ამიტომ როგორ უშველოდ რანაირად დავეხმაროთ, რა გზებია ალტერნატიული იმისათვის რომ საზოგადოებამ შეძლოს ჯერ შეისწავლოს, შეიმეცნოს და მივიდეს იმ გაგებამდე რომ უნდა შველა თავს, უნდა შველა საზოგადოებას და როგორი გზები არის იმისათვის რომ ამ ყველაფრიდან ესეც სტრეს ფაქტორებია. ამ სტრესებიდან ჩვენ ასე ვთქვათ გამოვძვრეთ და დავდგეთ ჯანმრთელ ვთქვათ ფსიქიურ და ფიზიკურ მდგომარეობამდე მივიდეთ. მინდა დავამატო რომ კიდე რა მოხდა. ჩვენ ამ ტექნოლოგიამ ჩავკეტა და ბუნებას დავშორდით. ბუნებასთან ურთიერთობა მოგვაკლო ბევრ კიდევ კარგ ადაპტაციურ მექანიზმებს. ახალ სტერილურ გარემოში აღმოჩნდით ანუ ბუნების მიღმა. და კიდევ ერთი ის რაც მოხდა, რაც ჩემთვის ნიშანდობლივია და ასე ვთქვათ წუხვარ, მორალური და ეთიკური გაღარიბება მოხდა. ამ ყველაფერთან ერთად უამრავი ინფორმაცია, უამრავი წინსვლა, მაგრამ გარკვეულ ასპექტებში უკონსვლა მოხდა. ამ ყველაფერთან ერთად რა ტიპის პაციენტები მოდიან, რა თქმა უნდა, როგორც პროფილურ ექიმს, ძვალსახსროვანი სისტემის და უკვე შემოდის ფსიქოემოციური ლაბილურობა და აშლილობაც. ბიპოლარული დარღვევები, აშლილობა, ანუ უამრავი მენტალური, ემოციური გადაღლა, ასე რომ ვთქვათ, გამოფიტვა და ადამიანი ამას უკვე თავს ვერ ართმევს და ეს რა თქმა უნდა როგორც მე ჯაჭვი ფსიქოსომატიკური რგოლისა აისახება ძვალსახსროვან სისტემაზე და სხვადასხვა სისტემაზეც. ასე რომ ეს ერთი რგოლია ამ გარდამავალ პერიოდში ყველაფერმა წამოიწია წინა პლანზე. იცით კიდევ რა მაინტერესებს, აი მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემები ძირითადად ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ხო, ჩვენს კულტურულ სივრცეში საქართველოში თუ რაღაც არ გტკივა კონკრეტულად არ გაწუხებს ხო, პრინციპში ექიმთან იმის აღნიშნა მინდა რომ დიდი კულტურა ექიმთან სიარულის, თქვათ პროფილაქტიკური მიზნებით მით უმეტეს არ გვაქვს ხო? ეს ძველი სტატისტიკაც ასეთი იყო ხოლმე მახსოვს და დღესაც იგივე სურათი გვაქვს და აი მაინც მე როგორც მოქალაქე რომელსაც არ მაქვს შეხება მედიცინასთან, თქვათ ვერ ვერკვევი აი ამ საკითხებში, უფრო მეტიც ახლა ახლობლებთანაც ალბათ ყველას გვაქვს ასეთი გამოცდილება, რომ რაღაცა პრობლემა გაწუხებს და მე იკვლევ აი ვის მიმართო, რომელ ექიმთან წახვიდე, ვინ გჭირდება და თუ არსებობს აი ესეთი რაღაცა ვერ ვიტყვი რომ უნივერსალური, მაგრამ რაღაცა მეთოდები, რომ თქვათ მე ვიცოდე რომ ექიმი საერთოდ მჭირდება თუ არ მჭირდება. აი ამის კრიტერიუმები მე ჩემით თუ შემიძლია დავადგინო. როგორც კი ადამიანი გრძნობს რომ ის მივიდა გარკვეულ კონდიციამდე, რომ ის ვეღარ დგება დილით მაგალითად დასვენებული, თუნდაც ერთი კვირა ნახევარი, ორი კვირა ეს უკვე სიგნალია რომ მასში უკვე არის გარკვეული პროცესები, ეს იქნება ფსიქოემოციური, ბიოქიმიურ დონეზე თუ არა აქვს მნიშვნელობა, ეს არის სიგნალი რომ მან უნდა მიმართოს ექიმს. თქვენ შეეხეთ საკმაოდ ასე ვთქვათ მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ქვია პრევენციული მედიცინა. რომელიც სამწუხაროდ ძალიან მოიკოჭლებს არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით არის ესეთი ტენდენციები, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ეს მცნება და არიან ადამიანები, რომლებიც არიან უფრო მეტად ორგანიზებულები, უფრო მეტად
მე ვიტყოდი არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო მეტად უფრო თავისთავი რომ უყვართ კულტურულები ეს კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მე ესე ვფიქრობ მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ თქვა სოციალური ფაქტორი ქვეყანაში არის საკმაოდ მძიმე, ახლა შეიძლება იყოს კულტურა, მაგრამ შესაძლებლობა არ ჰქონდეს ამა თუ იმ პიროვნებას, ამიტომ ძალიან რთული მატერიალური რესურსი სჭირდება ყველაფერს. ეს ესეა ცხოვრება მოწყობილი, მაგრამ არსებობს შედარებით, ასე ვთქვათ, ბიუჯეტიანი, ასე ვთქვათ, მეთოდები პროფილაქტიკური, ვთქვათ, მზრუნველობის თვის ის მეთოდი მაგალითად რომელსაც ჩვენ კლინიკაში ვაწარმოებთ. ანუ ეს არის პრევენცია, ვთქვათ, წელიწადში ერთხელ რომ ეს კომპლექსური გამოკვლევა ჩატარდეს, შენ უკვე წარმოდგენა გაქვს ყველა იმ ჯანმრთელობის კუთხით, ორგანო სისტემა თუ ასე შემდეგ რა მდგომარეობაშია. ხომ შეიძლება მე ამას უფრო ადრე მივაქციო ყურადღება, სანამ ის უფრო ორგანულად დამძიმდება, დაავადება და უფრო ფესვს გაიდგამს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი შინაგანი რუქა, როგორ ვართ მოწყობილები და რა სუსტი წერტილები გვაქვს, რა რისკებია სამომავლოდ. და ამ რისკებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია პროფილაქტიკურად რჩევებიც მივცეთ რა ჯობია, როგორ შეიძლება, რანაირად შეიძლება ამ ყველაფრის დაბალანსება, ისე რომ სამომავლოდ არ დამძიმდეს თქვენი მდგომარეობა. ეს არის პირველადი რგოლი გამოკვლევების, რის საფუძველზეც გაირკვევა თუ რამეა პრობლემაში, ხო, რომელიმე ორგანო, ხო, უშუალოდ უკვე კონკრეტული რა კვლევაა ჩასატარებელი და ესეც გარკვეულ ბიუჯეტს. როდესაც კლინიკა ჰარმონია თავაზობს და ჩვენ ამაზე აუცილებლად დაწვრილებით ვისაუბრებთ მომავალში. კიდევ რა მაინტერესებს, არის ასეთი გამოწვევები, არსებობს ასეთი, ვთქვათ, ახალი დინამიკაში, ვთქვათ, განვითარებადი პრობლემებიც, რომელიც შეიძლება სრულიად ახალი იყოს და ახალმოცემულობებთან იყოს დაკავშირებული. რამდენად ეწევა თანამედროვე მედიცინა? კურნალობის მეთოდებს გულისხმობ ამ ყველაფერს და აი ვთქვათ რამდენად არსებობს ახალი კურნალობის მეთოდები. კაცობრიობის ისტორიიდან მოდის ძველი საუკუნეებს რომელმაც გაუძლო მეთოდები, ინვაზიური ან არაინვაზიური და თანამედროვე. ამ ორ მეთოდებს შორის ყოველთვის ჭიდილია, მაგრამ საჭიროა წონასწორობა. ანუ არსებობს გზები, უბრალოდ ვინც ასე ვთქვათ ჩარჩა ძველ კონცეფციებში ის უფრო აფანატებს ამ ძველ მეთოდებს, ვინც პროგრესისტია, ასე რომ თქვა და უფრო ახალ მეთოდებს ამირეკლი, თუმცა ეს არის ძველი დავიწყებული ცოდნა, მარტო მომხრია ამ ახალი პროგრესული ეგრეთ წოდებული მეთოდების. ჩვენ კლინიკაში არის ისეთი მეთოდები, რომელიც ეს არის ძველი დავიწყებული მეთოდები, ეფექტური და ასევე თანამედროვე. აქ ხდება გადაკვეთა ძველისა და ახალის. აი ძველ მეთოდებში რას გულისხმობთ? რეფლექსოთერაპია, მანუალური თერაპია, თუნდაც ფიზიოთერაპია, სხვა უფრო მოდიფიცირებული გახდა 21 საუკუნეში. როგორც ქალბატონო ნუნუ ახსენა, რომ ენერგეტიკასთან აგვაქვს ხო საქმე, ანუ ჩვენ გვაქვს აქ შესაძლებლობები გავასწოროთ, ანუ კორექტირება მოვახდინოთ ფიზიკურის, ენერგეტიკულისა და მერე ამ მათი კორექციის შედეგად კორექტირდება ფსიქოემოციური სფეროც. ეს ძველი, ანუ ძველს არათვლად ძველიც არ არის სწორი, საუკუნეებს რამაც გაუძლო, ეს იმდენად მაგარია და ეფექტურია, რომ მან საუკუნეებს გაუძლო უკვე. მოვიდა ჩვენამდე და თანამედროვე ადამიანმა ესე აბუჩათ არ უნდა შეხედოს ამ ყველაფერს. ეს რომ არ მუშაობდეს, საუკუნეებს ვერ გაუძლებდა. სწორედ ამან მოგვატანინა თავი და ამიტომ ჩვენ ამ მეთოდებს ვიყენებთ ადამიანის აღდგენით პროცესებში. უფრო მეტიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ მეთოდების როლი დღევანდელ გარდამავალ პერიოდში, რადგან ის უფრო ეფექტურია, ის უფრო არაინვაზიურია და უხიფათოა, რადგან დროის სხვადასხვა პერიოდში, როდესაც ეპოქები იცვლებოდა, ცივილიზაციები ანუ აღზავდებოდა და ვარდებოდა, ამ პერიოდებში შექმნილი მეთოდებია და უკვე მას აქვს ესე რომ ვთქვათ იმუნიტეტი ამ გარდამავალ პერიოდებისთვის. და არის კიდე თანამედროვე მეთოდები. ჩვენ შევაზავეთ და ამ შეზავებული კომბინირებული მეთოდებით ვუდგებით ადამიანს. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის, საინტერესო დისკუსიისთვის.
მაყურებელს ვემშვიდობები. შეგიძლიათ მეტი ინტერაქციისთვის დაგვიტოვოთ თქვენი შეკითხვები კომენტარების სახით, ასევე შეგიძლიათ შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო თემები და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ჩვენ შევხვდებით მომდევნო პოდკასტში საინტერესო თემებით, საინტერესო სტუმრებთან ერთად. გემშვიდობებით.